მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეთერშია გადაცემა საუბრების სტუდიაში. დღეს გადაცემას გავუძღვებით ჩვენ 166-ე საჯარო სკოლის მოსწავლე ანი მამულაშვილი და მე, საერთაშორისო სკოლა British Connection-ის მოსწავლე თუთა თავაძე. დღეს ჩვენ გადაცემაში სტუმრად მოვიწვიეთ ბატონი რეზო კლდიაშვილი. მოგესალმებით ბატონო რეზო, დიდი მადლობა ჩვენ გადაცემაში მობრძანებისთვის. ბატონი რეზო გახლავთ ქიმიის პროფესორი და დრამატურგი. მოდით დავიწყოთ ჩვენი საუბარი. ბატონო რეზო, თქვენ ძალიან საინტერესო ცხოვრება გაქვთ. თქვენ ბრძანებით ქიმიის პროფესორი და ცნობილი დრამატურგი. როგორ ახერხებთ, რომ ამ ორ ურთულეს დარგში იყოთ წარმატებული? როგორ ცხოვრობთ? მოგვიყევით ამის შესახებ. ვერ გეტყვი, რომ უინტერესო ცხოვრობ, იმიტომ რომ საქმე, რომელსაც მე ვემსახურები, ეს ჩემი სპეციალობაა ქიმია, უზომოდ მიყვარს, ვარ შეყვარებული. რაც შეეხება ჩემ მეორე, ასე ვთქვათ, ვერ დავარქმევდი ხობს, იმიტომ რომ ძალიან დიდი ენერგია, ძალიან დიდი სიყვარული მაქვს ჩადებული ამ პიესების წერის დროს, ძალიან ვიხარჯები და ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ და უნდა აკეთოთ თქვენ სამომავლოდ სიყვარულით. ეს ჩემი სტუდენტებმა იციან, რომ მხოლოდ სიყვარულით თუ აკეთებ, ყველაფერს მიაღწევ. ესეთი ფრანკლი არის ესეთი მეცნიერი, რომელმაც მე მასწავლა, რომ პირველად უნდა გიყვარდეს შენი საქმე. მეორე უნდა გიყვარდეს მეორე ადამიანი. აი ამის მერე გახშენ უფლება შეხვიდე ტაძარში და ღმერთთან იურთიერთო. აი და მესამე არის სინდისი, რომელიც უწყვეტ ნაკადად უნდა მოდიოდეს. ჯერ კიდევ მე-11-მე-12 საუკუნეში იოანე პეტრიცი გვეუბნებოდა, რომ საზრისის მთავარი ორგანო არის სინდისი და ის უწყვეტად უნდა მოედინებოდეს. ესე იგი, წარმოიდგინე, როცა შენი საქმე გიყვარს, ყველაფერს მიაღწევ. მე ეს სიყვარული რაღაც გავიზარდე შესანიშნავ ქალაქში ქუთაისში. აი ის გარემო, სადაც მე ვიზრდებოდი, ეს სიყვარულით ვიზრდებოდი, ჩემი მეზობლები ყავდა სკოლაში შესანიშნავი პედაგოგები. აი მაგალითად, ჩემი პირველი კლასის მასწავლებელი მხატვარი რო ვიყო, ალბათ ივერიის მადონას თუ დავხატავდი რაღაცნაირად, ალბათ თამარ ფარჯიანის სახე იქნებოდა. შემდეგ ძალიან გამიმართლა უმაღლეს სასწავლებელში ტექნიკურ უნივერსიტეტში, მაშინ გპ-ში ჩავაბარე ქიმიის ფაკულტეტზე და შესანიშნავი პროფესორა. გარდა იმისა, რომ პროფესორად, მაგრამ ქვედა მეორე შრეს დოცენტები, ახლა ასოცირებულ პროფესორებს უძახიან, საუკეთესო ეს ბედნიერება. შემდეგ ასპირანტურის წლები და მოხვდი შესანიშნავ პროფესორთან, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ კორესპონდენტთან, რამაზ ლაღიძესთან. ეს გახლავთ იცით ვინ ლაღიძის წყლები ვინ შექმნა, მიტროფანე ლაღიძის, იმისი შვილი. პირველად მეგონა ინკვიზიტორი ძალიან მომთხოვნი იყო და რომ აი ეს გაქცევა მინდოდა იცი მისგან, მაგრამ ეხლა რო უკვირდები, რამოდენა სკოლა გავიარე და იქ ლაბორატორიაში შესანიშნავი ადამიანები და დღეს მუშაობ ტექნიკურ უნივერსიტეტში და უნდა გითხრათ, რომ შესანიშნავი კოლეგები მყავს. აი სამსახურში მისვლა მიხარია. აი ისეთი კოლეგები მყავს, ისეთი ფაკულტეტზე შევდივარ იქ, სადაც მე გავიზარდე ფაქტიურად. და მისი უდიდებულესობა ჩემი სტუდენტობა, ხო, რა საკვირველია. მე სულ ვეუბნები ჩემ სტუდენტებს, რომ ჩვენ რაღაც ერთი სემესტრი ხვდებით ერთმანეთს, ხან ორი სემესტრის განმავლობაში და ისე უნდა გავაკეთოთ, რომ მე უნდა მიხაროდეს ლექციაზე მოსვლა, რა საკვირველია ეს მე უნდა შევქმნა. არე, რომ იმ სტუდენტს რო გაახსენდება, რომ ხარ რეზო კლდიაშვილის ლექცია, ისიც უნდა მოიჩქაროდეს სიხარ. რაღაც ეს ტანდემი არის. მე ძალიან ხო, ეხლა კიდე რა გავაკეთე, რომ როგორ მივიყვარს მე ჩემი სტუდენტები და მე ვგრძნობ მათგანაც პატივისცემას. გავაკეთე ეგეთი პაკეტი გავუკეთე ჩემ სტუდენტებს წყალზე. იმიტომ რომ მე ვიცი, რომ ეხლა კი უძახიან დედამიწის სისხლს ნავთობს, მაგრამ ხვალ წყლის პრობლემა იქნება, ხვალ ომები შეიძლება იქნეს წყალზე. ამიტომ მე მინდა, რომ ჩემი სტუდენტები ამ შესანიშნავი ნივთიერების მიმართ, წყლის მიმართ ჰქონდეს გაცილებით მეტი პატივისცემა, ვიდრე დღეს ჩვენ გვაქვს. იმიტომ რომ ამ წუთში დედამიწაზე ცხოვრობს 4 მილიარდი 7 მილიარდი ადამიანი, ესე ამბობენ ყოველ შემთხვევაში
1 მილიარდ ამ წუთში წყალი არ აქვს. ხა ჩვენ გამოდენა განებივრებულები ვართ, რომ მე შემიძლია სახში ონკანი გავხსნო და დავლიო წყალი. ჯერ ეს ბევრ სახელმწიფოს და ბევრ ქვეყნებს ეს სიამოვნება არ აქვს, მაგრამ მე მინდა მეტი პატივისცემა ქონდეს წყლის მიმართ ჩემს სტუდენტებს და რა მოხდა? ჩვენ დავიწყეთ შტურმის სკოლებზე. ჩემ მოწაფეები გავუკეთ ესეთი პაკეტი 37 წინადადება რაც უნდა იცოდე წყალზე. შემდეგ BBC-ს ფილმი არის ეგეთი წყალი. იქიდან ერთი 12 სიუჟეტი ამოვჭერით გავაკეთე. მე და ჩემმა კოლეგამ პროფესორმა დენიტა ბიბილიშვილმა დამხმარე სახელმძღვანელო გავაკეთეთ წყალი და მისი ხასიათი. ეს ყველაფერი ჩაუტარე ერთხელ სემინარი, აი როგორ უნდა ჩაატაროს და დაიძნენ ჩემი სტუდენტები თავიანთ სკოლებში. პირველი კურსელები არიან, ახლა პირველი სემესტრის. შემდეგ მიდიან თავიანთ სკოლაში, ეუბნებიან ქიმიის მასწავლებლებს, თხოვენ რომ შეუშვან და უშათ მე-10 კლასში ან მე-11 კლასში. შედიან და ატარებენ ასეთ სემინარებს. ახლა Facebook-ზე ზოგიერთი მასწავლებელი მიკავშირდება უკვე. მაგრამ მათ მოაქვთ ინფორმაცია ჩემთან, რომ ამ დღეს, ამ დროს ჩაატარეს სკოლაში ეს სემინარი და მასწავლებლის ტელეფონის ნომერი ან მობილური, მაგრამ მე მასწავლებლების მიკავშირებს სწორედ ამ პარასკევს ახალციხეში ჩატარდა ესე, ქუთაისში ჩატარდა, ეხა მიდიან ჩემი სტუდენტები სამედიცინო აკადემიაში და ვკითხულობ, იქიდან მიდიან რაღაც ზემო იმერეთის სკოლებში. და აი ესეთი საინტერესოდ ვცხოვრობთ მე და ჩემი სტუდენტები. ძალიან გამიგრძელდა, მაგრამ მხოლოდ ეს ყველაფერი კეთდება ერთი სიყვარულით. დიახ. იმიტომ რომ მე თვითონ ვარ შეყვარებული ჩემს საქმეში. მინდა ჩემს ტელემაყურებელს შევახსენო, თუ შეიძლება ამოვიკითხავ ამას. ბატონი რეზოს წოდება, ესე რომ ვთქვათ, ის გახლავთ ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, ტექნიკური უნივერსიტეტისა და სამედიცინო აკადემიის პროფესორი, 2 საავტორო მოწმობისა და 79 სამედიცინო სტატიის ავტორი. დიახ. და სახელმძღვანელოებით სტუდენტებისთვის რაღაც. ბატონო რეზო, ვინ იყო მაინც ის ადამიანი, თუნდაც ის პედაგოგი, ვინც ესოდან შეგაყვარათ ეს ქიმია, რომელიც შემდგომში თქვენი პროფესია გახდა, ვის უმადლით ამას? ხო, ახლა ვის უმადლი, ძალიან ბევრ ადამიანს სხვათა შორის, მაგრამ პირველ რიგში, ესე იგი, მე ახლა გვარი კლდიაშვილი ასოცირდება დრამატურგიასთან, დავით კლდიაშვილთან, დავითის პროზასთან, ასაკური, მაგრამ კლდიაშვილებს ყავს აგრეთვე მეორე შესანიშნავი წარმომადგენელი. ეს არის საბა კლდიაშვილი, ალექსანდრე საბა კლდიაშვილი, ქიმიკოსი, რომელიც გეტინგენისა და ბერლინის უნივერსიტეტებში სწავლობდა და ვინ გააგზავნა? მელიქიშვილმა და პეტრიაშვილმა ოდესის უნივერსიტეტის რექტორმა და მელიქიშვილი ძალიან დიდი ქიმიკოსი, თქვენ უნდა იცოდეთ, მაგრამ ოდესაში მოღვაწეობდნენ. პეტრიაშვილი იყო ოდესის უნივერსიტეტი და ჩადის განსწავლული. დღეს ჩვენ გვიყვირს ენები და მაშინაც ესე კარგი ოჯახის შვილების წარმომადგენლებმა ენები იცოდნენ. ჩადის ოდესაში შესანიშნავი რუსული, გერმანული შესანიშნავად იცოდა საბა კლდიაშვილმა, ისინი უშვებენ ბერლინსა და გეტინგენის უნივერსიტეტში, ფიშერთან ნობელის პრემიის ლაურეატთან მუშაობს ბერლინის უნივერსიტეტში. ეხლა რატომ ყვები ამას? ამას ყვები, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო პიროვნება იყო და სახამებლის სტრუქტურაზე დღეს თუა საუბარი ფიშერის და საბა კლდიაშვილის შრომები. მაგრამ მივლინები ჩამოდის 1905 წელს ოდესაში და მეფის რუსეთის ჟანდარმერია რაღაც ხოცავს ქუჩაში ებრაელობას, ბავშვებს, ხალებს და ეს რაღაც გულწრფელი ქართველი დაინახეს, ჩაირბინა და შევიდა ამ ბრბოში. გადაარჩინა ზოგი ბავშვი, ზოგი მოხუცი, მაგრამ მოხდა ტყვია და დაიღუპა იქ 32 წლის ასაკში. ძალიან სამწუხარო, მაგრამ ოდესის ებრაელობამ, სტუდენტობამ, ქართულმა დიასპორამ, პეტრე მელიქიშვილმა და ისე როგორი დიდი პატივისცემით ოდესამდე ბათუმამდე ჩამოაცილეს, მერე ქუთაისში დაასაფლავს და ის არის დასაფლავების საფრთხის სასაფლაოს. ეხლა მე რო ბავშვი ვიყავი, მაშინ სკოლაში ბაბუას გავყავდი, იმას არავინ არ დარჩა, რომ აღდგომას კვერცხს ხო და დავდებდი. და ეს იყო ქიმიკოსი. აი ქიმია ესე შემოვიდა. მე გაიღო კარები და ულამაზესი ქალი შემოვიდა ქიმიის მასწავლებელი. ძალიან მკაცრი, ძალიან მომთხოვნი, მაგრამ რაღაც ძალიან შემიყვარდა.
საგანი რაღაც მე უყვარდი მოკლედ ამ მასწავლებას. მე ძალიან მიყვარს ქიმია. ხო, ძალიან სასიამოვნო. მე გძნობდი რომ უყვარდი ამ ქიმიის მასწავლებას. და აი ესე მოვხდი, ასე გავხდი ქიმიკოსი და აი მე გითხარით რომ აი უკვე გპ-ში ტექნიკურ უნივერსიტეტში უკვე შესანიშნავი ეს ყველაფერი, აი რაღაცა ესე კარგად აეწყო აი ამ ხრივ და გავხდი ქიმიკოსი და ვარ ძალიან ბედნიერი. სხვათა შორის მე ყოველთვის ვამბობ რომ აი მე როდესაც ხანდახან არის ესეთ საკითხი, მე ძალიან მიყვარს როცა ქიმიურ ბმებს ხსნი, პერიოდულ სისტემა ისეთი საინტერესო არის, ძალიან მოწესრიგებული ეს ყველაფერი. ჩვენმა პოლიტიკოსებმა კარგად რო იცოდნენ პერიოდული სისტემა, შეიძლება სხვანაირად იპოლიტიკოსონ და ხშირად ხანდახან აი ქიმიური რეაქციის სიჩქარე და წონასწორობას რო ხსნი, იქ როცა ექსპერიმენტს ვატარებ, ხო? იქ როგორ აიცი A + B მიიღება AB დაუშვათ, მაგრამ სანამდე AB მიიღება, აი იქ ხდება თელი ამბავი. იქ არიან იღბლიანი მოლეკულები, იცი? და აი ეს იღბლიანი მოლეკულები ქმნიან მერე AB-ს. და დანარჩენები უიღბლოები, ვინც დაუშვათ ზარმაცები არიან, რაღაც აი იმ რეაქციის დროს ისინი იღუპებიან და ესეა ეს ცხოვრებას. დაგეთანხმებით. ხო, ამიტომ მე მინდა თქვენ იყოთ იღბლიანი მოლეკულები, ესე იგი რა უნდა იყოს, ძალიან უნდა ისწავლოთ, რასაკვირველია, ძალიან მონდომებულები უნდა იყოთ, ძალიან შრომ არ უნდა დაინდოთ. მე თქვენ გეყოლებათ შვილები, არ უნდა დაინდოთ. მე მაგათად არ ქალიშვილი მყავს, სკოლაში სწავლობდა, შემდეგ დაამთავრა უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართალი, გოგო იყო. მაგრამ არ დამინდვია ისა, იმას ისევე ვთხოვდი, როგორც უნდა მოთხოვო ბიჭს, იმიტომ რომ დღეს ისეთი ცხოვრება არის, რომ არავის ხელში არ უნდა უყურო. ქალი ხარ, შენც თვითონ უნდა მიაღწიო და არ უნდა შეხედო ქმარს, მომეცი ქმარს. დამოუკიდებლობას უნდა შენიშნო. ჩემი ქალიშვილიც ხედავდა სახში, რომ ჩემი ცოლიც შრომობდა, მეც შრომობდი და ჩვენ რაღაცნაირად ესე შრომა. ხანდახან ადამიანებს ჩემი შვილი ზარმა რას უყურებს სახში? არ კითხულობს, არ უყარს წიგნის. თუ არ დაინახა რომ მამამ, დედამ, ბებიამ წიგნი არ დაიკავა ხელში, მაშინ რას თქო იმ ბავშვს? მშობელი მართლაც რა? ძალიან დიდი მაგალითია მშობელი. დიახ, აი. სხვათაშორის მე ძალიან კაი ბაბუა ვარ. კი. ისე ჩემი შვიდის ქეთევანი ძალიან. ხო, ისე აი იმასთანა ძალიან ეხა საზღვარგარეთ ცხოვრობენ პეკინში, დიპლომატია ჩემი სიძე და იქ არიან. მაგრამ აი ამ წუთში ჩინურ სკოლაში, ჩინური ეს გაჭირების არასაკვირველია, მაგრამ ჩინურ ინგლისურ სკოლაში სწავლობს და ბავშვებთან უკვე ჩინურად თამაშობს და ეს ენა უკვე აითვისა და სხვათა შორის ჩემ ქალიშვილსაც ესე მოვთხოვე, რომ არ ჩამოვიდეს იქიდან, რომ ენა არ ჩამოიტანოს. იმიტომ რომ როგორ 6 წელია პეკინში არიან და როგორ რატო არ უნდა ისწავლოს? ეს ესეთი ცივილიზაციის პირობებში, ესეთ ცივილურ ქვეყანაში არიან ესეთი ცივილიზაციის აკვანში. როგორ შეიძლება იქიდან ესეთი? ამიტომ მე ძალიან მოვთხოვე, ძალიან მომთხოვნი ვარ. დიახ. ძალიან დანდობა არ არსებობს, რაც შეეხება სწავლას. ბატონო რეზო, ბევრ ადამიანს გააჩნია ჰობი, ანუ მისთვის საყვარელი საქმიანობა. ვიცი რომ გამოჩენილი ქიმიკოსი მენდელეევი ჩვენი ელემენტთა ქიმიური და დიახ პერიოდული სისტემის შექმნელი, ის იყო გადაცებული იმით, რომ აკეთებდა ჩემოდნებს და იმ ქუჩაზე, სადაც ის ცხოვრობდა, არავინ არ იცოდა მეზობლებმა, რომ ის იყო ასეთი გენიალური ქიმიკოსი. ყველა იცნობდა მას, როგორც ჩემოდნების ხელოსანს და თქვენც ხომ არ გახასიათებთ რაიმე ასეთი უცნაურობა და რისი კეთება გიყვართ თავისუფალ დროს? თავისუფალ დროს რისი კეთება მიყვარს? ჩემოდნების და რაღაც ამბებს. ყოველ შემთხვევაში რაღაცა ჩემს სახში რო ფუჭდება, ჩემი ცოლი აკეთებს და მაინდა-მაინც ამ ხრივ ვერ გეტყვი, მაგრამ რასაკვირველია ხა ზარმაცი არა ვარ. საერთოდ ისე მანქანის ტარება მომწონს, აი მანქანისში რო ვზივარ და მუსიკა მაქვს ჩართული, ეს შემიძლია, ნუ არ ვიცი 9-მთა გადავიარო. ხო, რაღაც მენდელევს არ ვგავარ, მაგრამ რაღაცეებში.
ბატონო რეზვაი, თქვენ ახსენეთ მშობლის მაგალითი ამ შემთხვევაში. და მინდა ავახსენო, რომ უმეტესწილად ქიმიას როცა ეხება საქმე, თითქოს მშობლები აძლევენ შვილებს ისეთ მაგალითს, როდესაც ქიმიის სწავლას იწყებენ, რომ ვაიმე ეს რა რთულია, ქიმია რაღაც ესეთი დამოკიდებულება აქვს ხოლმე და ხშირად ბავშვებს ისეთი დამოკიდებულება უჩვენებათ, რომ ძალიან რთულია და აღარ უნდა ისწავლონ. მაგრამ მე მაინტერესებს, თქვენ რას ურჩევდით აი მოსწავლეებს, ვისაც ჯერ არ დაუწყიათ, ან თუნდაც არ უყვართ, რატომ უნდა უყვარდეთ ქიმია და რატომ უნდა ისწავლონ ეს საგანი? ჯერის ერთი ჩვენი ორგანიზმი 80% არის წყალი. ეს და ერთხელ ჩემმა პროფესორმა ქალბატონმა ლაურა ბერეჟიანმა ლექციაზე რო შემოვიდა, წყალზე თქვა ეგეთი კაი ფრაზა, წყალი არის ჩემპიონი ნივთიერება. ნივთიერებების მეფე. და ეს წყალი ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩვენ ორგანიზმში, ჯერ ისეთი ქიმიური ამ წუთში, როცა ჯანმრთელი ადამიანი 100,000 ქიმიური რეაქცია მიმდინარეობს ამ წუთში ჩვენ ორგანიზმში და უჯრედში არის 2000 ქიმიური რეაქცია. თუ ჩვენ და 10 ქიმიური ელემენტი არის სიცოცხლის ელემენტებს ვისაც უძახია, თუ იმის დეფიციტი და სიჭარბეა, მაშინ უკვე პათოლოგიების არის მაგალითად ონკოლოგიური დაავადებები, თუთიის დეფიციტის და ასე შემდეგ, კალიუმის და აი კალიუმი ახლა პერიოდულ სისტემაში უყურებთ ამ კალიუმს, ამ გენიალურ ნივთიერებას, აი ელემენტს და ის არის აი პირდაპირ არის სიცოცხლის ელემენტია, თუ კალიუმის დეფიციტია ორგანიზმში, ჩათვალე რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა და საერთოდ ეს დეფიციტი და სიჭარბე ამ ელემენტების და საერთოდ მთელი ჩვენი ირგვლივ რაც ხდება, ყველაფერი ქიმიასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ახლა ვიწყებთ ამ ქიმიას, ხო? რასაკვირველი ეს დამოკიდებულია მასწავლებელზე. დაგეთანხმებით. აბა მე მაგათაც ხანდახან ჩემი ამხანაგი შვილები რო უჭირთ ისე და მეტყვიან რეზო მოგვეხმარ რაღაცა და ვიწყებ ამ ვალენტობის ახსნით და მე უკვე რო ერკვევიან და უკვე რო ფორმულა სწორად ადგენენ. მე ვთვლი რომ პედაგოგებმა უნდა შეაყვარონ, პედაგოგმა უნდა შეაყვაროს. მე მაგათაც ახლა არ ვტრაბახობ, მაგრამ მოდი ვიტრაბახებ. ჩემი სტუდენტებს ხშირად მოუსულან ლექციაზე ქიმია ძალიან ზანტა, ძალიან ისე სკოლიდან ვერ მოვიდნენ სიყვარულით. და მე უცებ აქ დავეტაკე და ქიმიის სიყვარულს ვთხოვ. და ბევრჯერ გამიგია ისე რომ რა კარგი საგანი ყოფილა. იმიტომ რომ ეს არის დამოკიდებული უკვე პედაგოგზე. დიახ, ბატონო რეზო, ბარემ თეატრთან დაკავშირებითაც დაგისვათ კითხვას. თქვენს ნაწარმოებებზე არის დადგმული მარტოობის ბინადარი, საპოვნელა, იადონას თეატრი, შორაპნელი, ქალბატონები. ხო, მე ნაკვრივ არ ინერვიულობ. ამ ხრივ მე ვარ ძალიან ბედნიერი კაცი. ბედნიერება იმიტომ, რომ პირველი პიესა რო დავწერე, ეს საპოვნელა იყო ესა მარჯანიშვილის თეატრში, ეს რა დროა, იცი? 95 წელი. არასინათლე, ნუ არაფერი. და დავწერე ეს კომედია. და მოხდა შესანიშნავი რეჟისორის, ესეც იღბალი ჩემი, ქალბატონ მედეა კუჭუხიძესთან და გავიხედე, წაიკითხა მედეა ბატონმა ოთარ მეგვინეთ უხუცესმე, იყო მაშინ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მეუბნებია რომ შენი პიესა იდგმებაო და ახლა რა დამემართებოდა. არა, სიხარულით ხო წარმოგიდგენით. თან ეს ბედნიერება, ვიცი რომ ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ ახლა როგორ იქნება ეს ყველაფერი და არიცი როგორი დიდი წარმატებით და თანაც ამას დაემატა ის რომ ამ პიესაში მთავარ როლს თამაშობდა სოფიკო ჭიაურელი. არიცით რა ხდებოდა. სრული ანშლაგები თელი 8 წლის განმავლობაში, პრემიერის დონის ანშლაგები და გავიხედე ერთ-ერთი 57 სპექტაკლი იყო და ოთარ მეგვინეს უხუცესი მეუნება თეატრისი დაწერე კომედიაო, ხო ხედავ როგორ უნდა ხალხს მომეთქო დაწერილი მაქვს. ორკაციანი პიესა საქართველოში არ ვიცი ახლა მე მანდაიც არა ვარ ისე, მაგრამ ნათელა ურუშაძესგან ვიცი რომ რაღაც ორკაციანი პიესებით ქართული დრამატურგია არ იყო განებივრებული და დავწერე იადონას თეატრი ვინ თამაშობს? სოფიკო ჭიაურელი და გივი ბერიკაშვილი. შემდეგ მოხდა ისე რომ აუყევი ელბაქიძის აღმართს, მივადექი რუსთაველის თეატრს, შორაპნელი ქალბატონები დავწერე პიესა. რუსთაველის თეატრის ყველა ვარსკვლავი. მედეა ჩახავა, გოგი გეგეჭკორი,
ნანული სარაჯი და მოკეთ შესანიშნავი ლეილა ძიგრაშვილი, ზაზა ლებანიძე, მანანა გამწემლიძე და შესანიშნავი ახალგაზრდები რუსთაველის თეატრის თამაშობენ. შემდეგ მომიდა მონოპიესა. ამითაც მაინდა-მაინც განებივრებულები არ იყო ქართული თეატრი, სოფიკო ჭიაურელს დაუწერე მარტოობის ბინადარი. ესეც ანშლაგს გამოიწვია და ძალიან დიდი. და შემდეგ მოხდა ისე, რომ მე თვითონ ნიჩე ზარატუსტრა გავაკეთე პიესად. სადაც მე თვითონ მივიღე მონაწილეობა და ეს ზარატუსტრას ქადაგებები მე მიმყავდა. ეს დაიდგა ზუგდიდში და არ იცი რა ანშლაგები იყო. მე ისე მიყვარს ზუგდიდის საზოგადოება, იმიტომ რომ გადაჭედილ დარბაზში დამირეკავდნენ, ჩავდიოდი, ვითამაშებდი და ეხლა ცოტა გიჟი ვარ. ეხლა რომელი ახალგაზრდა რეჟისორმა ირაკლი გოგია მითხრა ბატონო რეზო თუ გნებავთო წარმატებ თქვენ უნდა ახვიდეთო სცენაზეო და ერთი სიტყვით აი ასე თქვენ რომელ რეჟისორებთან თანამშრომლობთ და კიდევ რომელი თეატრის სცენებზე არის დადგმული თქვენი პიესები? თითქმის აი ქუთაისში სადაც მე დავიბადე იქა აი ქალაქში რა ვიცი ბევრ ქალაქებშია დადგმული და ერთი სიტყვით ამ ხრივ არა ვარ დაჩაგვრული. და ბატონო რეზო, თქვენ ქართული ლიტერატურის კლასიკოსის დავით კლდიაშვილის შთამომავალი ბრძანებით. არა ვარ შთამომავალი, მოგვარე ვარ. მოგვარე, მაგრამ გაზრდილი ვარ დავით კლდიაშვილის ქალიშვილების ნუცას, ქეთოს და სიმონეთში იმ მუზეუმში საერთოდ ნათესავებად უფრო ესე შეიძლება ვთქვათ, მაგრამ ძირითადად ვიზრდებოდი დავითის დის კეკელას ოჯახში, ზაფხულობით და სიმონეთში მუზეუმში ნუცასთან, ქალბატონ ნუცასთან, რომელსაც მიუძღვენი მე ესეთი ჩანახატი სოფლის მამიდან და უნდა გითხრა, რომ დავითის ქალიშვილები იყვნენ არანორმალურად სხვანაირად აღზრდილები იყვნენ და კიდევ უნდა გითხრათ, რომ მე როდესაც ტაშკენტში გავაკეთე მოხსენება საერთაშორისო კონფერენციაზე უკვე ასპირანტმა იქ მოვიდა უზბეკეთის პრეზიდენტი სადიკოვი და იუნოსოვი, ძალიან დიდი მეცნიერი უზბეკი აკადემიკოსი და მითხრეს ქეთო ხანუმის რა ხარო და მე ვიხა ვიცოდი უკვე ქეთო ხანუმზე ისა და ის იყო გათხოვილი აკბარ ისლამოვზე, რომელიც იყო პრემიერ-მინისტრი უზბეკეთის, შემდეგ ელჩი ამ საემიროების რუსეთში და თურმე ეს როგორც ელჩის მეუღლე ქეთევანი ამ ასპირანტებს რო იყო მშიერები ნახევრად მოსკოვში შაბათობით სადილებს უწყობდა და ქეთო ხანუმა რომელმაც დაარსა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება უზბეკეთში. აი ეს დამხვდა ესეთი წარმატებული ქეთო ხანუმი სახელი და ვიყავი ამ კონფერენციაზე ძალიან პატივცემულად ამ ორი დიდი აკადემიკოსმა ძალიან დიდი სიყვარული გამოიჩინეს პატივისცემა ჩემს მიმართ და დიდი მოკითხვები ქეთო ხანუმს ჩამოუტანენ. დიახ, ბატონო რეზო, აი ჩვენი გადაცემა უკვე გამოიწურა თითქმის და აი ერთი კითხვა მინდა მოვასწრებარებ. თქვენ დაიბადეთ და გაიზარდეთ ქალაქ ქუთაისში და აქ გენიალურ ქალაქში. დიახ, დაგეთანხმებით. და ქუთაისი საერთოდ იუმორის garaშე წარმოუდგენელია. რაიმე პატარა კურიოზს ხო არ გაიხსენებთ? 1 აპრილია სიცილის და იუმორის დღე და გაიხსენეთ თქვენი ცხოვრებიდან რაიმე. თუნდაც ბავშვობიდან ალბათ ბებია ჩემი მინდა რომ გავიხსენო, რომელიც ესე იგი ყველა პიესაში არის ჩემი ბებია ჩემი ესე დაშლილი. ნუ რა იყო იცით, ეშინო და დინარეზე რო არ წავსულიყავი. და მოხდა ისე რომ გავიპარე დინარეზე, გამოიჭირა ვიღაც ავტოინსპექტორი რუპორით და წყალწითელ არის ესეთი დინარე გადასარევი ხეობა და იქ რუპორით ხელში ბებია ჩემი რეზიკო ამოდი წყლის ამდოს არ იცის იქ ვარ თუ არა ვარ და ბებია ჩემი რო დაინახე ჩემ ამხანაგებმა ყველა ფსკერზე წყალწითელას ფსკერზე აღმოჩნდით და ეს ბებია ჩემი რეზიკო შე ბებიას მკვლელო დამიზახებდა და მოგწყდა მე ეს რაღაცა იმას ჰქონდა პატარა სადაც ბებია იჯდა ის მოწყდა ამ ავტო იმას რა ქვია მოტოციკლს და ბებია ჩემა რიხი წყალწითელაში ამოყო თავი და რაღაც ესეთები ნუ
აი სამწუხაროდ ახლა ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა და ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო ბატონო თქვენთან საუბარი. დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ. თქვენ ძალიან ლამაზები და კარგები ხართ. მადლობთ. ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებთ ქიმიაშიც, დრამატურგიაშიც და ზოგადად ცხოვრებაშიც. ჩვენ კი მომავალ ორ შაბათამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.